ჰაინრიხ კორნელიუს აგრიპამ შუა საუკუნეების გამორჩეული პიროვნება იყო, რომელმაც მაგის ოკულტური ფილოსოფიის შესახებ უნიკალური და დიდი ხნის განმავლობაში გასაიდუმლოებული ნაშრომი დაგვიტოვა. აგრიპა გვამცნობს საგნების თვისებების შესახებ. ამ თვისებებს სიცოცხლის დასასრულამდე შენარჩუნების უნარი აქვს. ზოგი თვისება კი აგრიპას მიხედვით სიკვდილის შემდეგაც რჩება. აშკარაა, რომ ყოველი ქვემდგომის საგანი ექვემდებარება ზემდგომ და უზენაეს სხეულებს. როგორც პროკლუსი მოწმებს, ისინი გარკვეული წესის და მიხედვით ერთი მეორეში თანაცხოვრობენ. ქვემდგომში არის ზემდგომი და ზემდგომში არის ქვემდგომი. დედამიწაზე არსებობენ საგნები, რომელიც სოლარული, ანუ მზესმიერი და ლუნარულია, თვარისმიერია. ისინი ძლიერ გავლენებს ახორციელებენ თავიანთი გამოვლინებების მიმართ. აქედან გამომდინარე საგნები თავიანთ თვისებებს, ვარსკვლავების და ნიშნების თავისებურებებით ავლენენ. ჰერმესი ამბობს, რომ ცხოველის თავის ქალაში არის 7 ნახვედი, რომელიც 7 მმართველი პლანეტის მიხედვით არის გადანაწილებული. მარჯვენა ყური სატურნი, მარცხენა იუპიტერი, მარჯვენა ნესტო მარსი, მარცხენა ვენერა, მარჯვენა თვალი მზე, მარცხენა მთვარე, პირი მერკური. სხვა ვარსკვლავები აღნიშნავენ მათი მმართველობის სხვადასხვა რეჟიმებს, როგორც ეს აღწერილია ასტროლოგიურ წიგნებში. რომელი ბუნებრივი საგნები იმყოფებიან ვარსკვლავთა გავლენის ქვეშ და რომელი საგნები იმყოფებიან მზის ძალაუფლების ქვეშ. ანუ რა არის სოლარული? მზის ძალაუფლების ქვეშ მყოფი საგნები ელემენტებს შორის არიან მანათობელი და ბრწყინვალე საგნები. ეს არის კარგი იუმორის შეგრძნება, სუფთა სისხლი და სასიცოცხლო სული. გემოთა შორის სოლარული არის შერეული, ტკბილი და გემრიელი. მეტალთა შორის სოლარულია ოქრო, ხოლო ქვებს შორის ისინი, რომლებიც ოქროსფერი ნაბრწყლებით მზის სხივებს წააგავს. ასეთია აეტიტი, რომელიც ავადმყოფობისა და შხამების წინააღმდეგ ძლიერ ძალას ფლობს. სოლარულია თევზი, სახელად სტელა, ვარსკვლავა, რომელიც ძალიან მხურვალე და მაღალი ტემპერატურის მქონე თევზია. ასევე სოლარულია თევზი მარგარი, რომელიც გაშრობის შემდეგ ქვასავით მაგრდება და ოქროსფერი ხდება და ასე შემდეგ მრავალი სხვა. რა საგნები იმყოფებიან მთვარის ძალაუფლების ქვეშ? ანუ რა არის ლუნარული? ელემენტებს შორის ლუნარულია მიწა, შემდგომ წყალი, ყოველი ოკეანე, ზღვა, მდინარე და ყველა ტენიანი საგანი, ხეები და ცხოველები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც თეთრი შეფერილობის არიან. გემოთა შორის ლუნარულია მარილიანი და მლაშე, ლითონებს შორის მთვარეს ეკუთვნის ვერცხლი, ქვებს შორის კრისტალი, მარკაზიტი და ყველა ისეთი ქვა, რომელიც თეთრი და მწვანეა. მარგალიტის ქვა ლუნარულია. მცენარეებსა და ხეებს შორის ყველაზე ლუნარულია სელენოტროპიონი, რომელიც მთვარის მიმართულებით ბრუნავს. ისევე როგორც ჰელიოტროპიონი ბრუნავს მზის მიმართულებით. მთვარის ფაზებსა და მის გავლენას დიდი მნიშვნელობა აქვს არსებითად ყველა მცენარისათვის, გარდა ხახვისა, რომელიც მარსის გავლენის ქვეშ იმყოფება. გამოიწერე კოდის YouTube არხი.